გამარჯობათ პატივცემულო მსმენელებო. დიდი ხანი არ არის გასული რამოდენიმე დღის წინ ჩვენს სამეზობლოში, სასონხეთში, ის დედაქალაქში, ერევანში ჩატარდა ევროკავშირის სამიტი. აქ იმყოფებოდნენ, რა თქმა უნდა, Deep State-ისგან მართული ხელისუფალნი. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა მთელი რიგი ქვეყნების პირველი პირები. და ეს რამდენადაც გასაკვირია უნდა იყოს, ეს ტარდება ერევანში, რომელიც ადრე იყო მოკავშირე რუსეთის და ახლა საერთოდ 180 გრადუსით შეცვალა ვექტორი მან და დასავლეთისკენ დაიწყო ყურება, რომ დასავლეთიდან ამოდის მათთვის მზე და ეს რამდენად მონგებიანი თუ წამგებიანი იქნება ეს ჩვენი მეზობლებისთვის, ამაზე გვექნება საუბარი დღეს პატივცემულო მსმენელებო. ხო, სხვათა შორის უკვე იყო ბუქარის შემცველი წინააღმდეგები რუსეთიდან, სასამართლოს მისამართით, რომ აირჩიეთ ან ჩვენთან, ან იქით. ეს ნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ჯერ ამომწურავად ვერაფერს ვერ ვიტყვით. კიდევ იმას ვიტყვით, რომ გუშინ 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებული დიდი აღლუმი გაიმართა მოსკოვში. ვერ ვიტყოდით, რომ ისეთი დიდი როგორც შარშან და წინა წლებში, ასევე ბელარუსშიც. ხო და რა ვიცი, მე პირადად ისე ვადვევნებდი თვალს თვითონ რუსეთის, ბელორუსის რაც ხდებოდა ტელევიზიის, ჩვენი ტელევიზიების მეშვეობით და თვითონ მოსკოვის არხზე და სხვათა შორის კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ და მივაგებთ კიდეც იქ გარდაცვლილი, დაღუპული სამამულო ომში დაღუპული იმ გმირების წინაშე ყოველთვის მოვიხდით, ქეთს მოვიხდით. ვინ ცოცხალი დარჩა, რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი ხსენება, ვისი დამსახურება, ვინ იყო სათავეში, ეს საერთოდ მიუხედავად იმისა, არა ვართ ჩვენ დიდი სტალინისტები, მაგრამ ამის უარყოფა თვითონ იმ რუსეთისგან და მისი მეზობელი ბელარუსისგან და მათი პირველი პირებისგან, რა თქმა უნდა, უშუალო შემოქმედი და ვისი თავითაც, ვისი ტვინითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთავარი მოქმედი გმირი ვინც იყო? დიახ, იოსებ ბესარიონისძე, სტალინი. ხო, ამაზე გვექნება საუბარი და თუ დრო დაგვრჩება კიდე გაახაზურებ, ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ძალიან იზრდება უკმაყოფილება აი ამ ხელისუფლების და თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ის ადამიანები პირადად ურთიერთობაში ძალიან ბევრი შეხვედრიან ისეთები, რომლებიც ადრე მომხრეები იყვნენ, თავდაგადაგლული მხარდამჭერები და დღეს უკვე პირველი ვეღარ დაასწრებ მათ გინებას და აქეთ გვჭირდება დამშვიდება, დაწნარება მათი, რომ გინებით, ლანძღვით საქმე არ გადაწყდება. არ უნდა მივიყვანოთ უბრალოდ გასაგებია იქამდე საქმე, რომ სალანძღავად არ უნდა გავიხადოთ საქმე, მაგრამ ეს გინება, ლანძღვა და მარტო ივანიშვილი არ არის პრობლემა ყოველთვის. ხონდა ამაზე საუბარი დაწყებული ბატონი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მერე სააკაშვილი ნაცმოძრაობა და ახლა აგერ ყველას ვეუბნებოდით და ახლაც ვეუბნებით, რომ ჩვენი მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვიტყვით და ვაგრძელებთ ჩვენ ამას. და ყველას ვეტყვით, რომ მარტო ხელისუფლების შეცვლა არ იქნება პრობლემა. მარტო ეს არ არის პრობლემა. მთლიანი ეს მართლობითი სისტემა და ამაზე მუდამ გვექნება საუბარი. სანამ არ მოხდება, არ დადგება ის ნანატრი დრო, რომ ერი-ბერი გაერთიანდეს აი ამ მოთხოვნების ირგვლივ. აი ამ საკითხებთან დავიწყოთ ჩემო კახა საუბარი ტრადიციულად. კი ბატონო, მსმენელს, მაყურებელს. რამოდენიმე საკითხი შევარჩიეთ. ერთ-ერთი საკითხი გქონდა სტუდენტების საკითხი. კი ბატონო. წამყვანმა, პირველმა წამყვანი საინფორმაციო ბიუროს არა უჭირს.
რომ რუსეთში მოკლედ ქართველ სტუდენტებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე იმაც რომ წარიცოდნენ ეპატიჟებიან განგაში ზარების დაკუხება უნდათ ამ მიმართულებით ესეც ძალიან სერიოზული თემა არის კი ბატონო დავიწყოთ მაშინ თავიდან სამიტი ჩატარდა ევროკავშირის გაფართოებული სამიტი 50 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო ჩამოსული სომხეთის დედაქალაქში იცვლება სამყარო იცვლება მსოფლიო ხდება გეოპოლიტიკური გადანაწილება გადაჯგუფება სხვადასხვა პოლუსებად ჩამოყალიბებისკენ მოძრაობს მსოფლიო პოლიტიკური მანქანა ასე ვთქვათ და ამ ცვლილებების ხილველი ვარ დაგერ კავკასიაშიც იმასაც მოვესწარით რომ ქვეყანა რომელიც არსებობაც სადღეისოდ ახლა ისტორიის საწესებიდან მოყოლებული სხვა საკითხი ახლა იქიდან ხო არა ტიგრან მეფიდან არა როგორ იყო სომხეთის დიდი ისტორიის საწესები მაგრამ ბოლო საუკუნეებში და საერთოდ სომხეთი დღეს რომ არსებობს დამსახურება რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის ეს წმინდად არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დამსახურება რატო ახლა ამის ჩამოხდას არ დავიწყებთ ამ მიზეზებისა მაინც ქრისტიანული იყო ეს მოსახლეობა ანტითურქული და ანტიირანული დასახლება საჭირო იყო იმპერიის განაპირა საზღვართან თვითონ სომხები ვიცით რომ გაფანტულები არიან იყვნენ მთელ მსოფლიოში ებრაელებივით მათ შორის საქართველოში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოწმე სომეხი იყო თავშემოფარებული და მოხდა ისე რომ იმპერიის კარზე შემუშავდა ასეთი აზრი და ჯერ გუბერნია გაჩნდა ერევნის გუბერნია მოკლედ სომხეთი როგორც ასეთი წმინდა წყლის რუსეთის იმპერიის კავკასიაში შემოსვლით აღდგა ხელმეორედ და ეღილსა სიცოცხლეს გაცოცხლეს ხო დღეს ახლა ამ იმპერიას გაუჭირდა ჩავარდა და ცოტა არ იყოს სხვანაირი თვალით არის შესახედი დღეს არის გამოკვეთილი ეს იმპერია ჩავარდნილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას კი არის მემკვიდრე თვლის თავს რუსეთი ფედერაცია მისი მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში მეორე დიდი ბანაკი ეს არის ევროკავშირი კრებითი დასავლეთ ამერიკასთან გარკვეული ფლირტი აქვს მიზეზთა გამო მაგრამ ეს არის ერთმანეთის შეპირებები მაგრამ ამ შეპირებებს უკან დიდი გადაგდებისთვის ემზადება ორივე მხარე ხო და ისტორია განმეორებადობის მომენტები გააჩნია ისტორიას არის პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო, მესამე მსოფლიო ომისკენ ხდება გადახრა სამწუხაროდ გამოუცხადებელი მესამე მსოფლიო მიდის და ძირითადი დაჯახება მახლობელ აღმოსავლეთშიც გადმონაცვლა, მაგრამ არის რუსეთსა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შორის, რუსეთსა და ამერიკას შორის. და სომხეთი კვეთრ ნაბიჯებს გავს, ანუ ისინი თვლიან, სომხები თვლიან. გამარჯვებული გამოვა დასავლეთი და დასავლეთის მხარეს უნდა გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში ასე აჯერებენ რიგით სომეხს. გამყიდველური პოლიტიკა. რიგით ჩვენ თანამოწმეს, ჩვენს მეზობელს, ჩვენს ისტორიულ საიდან მოვდივართ ერთად მოვდივართ რა. ხო. მანამდე რა იყო საჭირო? მანამდე ყარაბაღი უნდა დაეთმო. ბრძოლით მოპოვებული, ბრძოლა კი ნამდვილად იყო ბრძოლა და ომი, პირველი და მეორე ყარაბაღის ომები. გასაგებია რომ ამ ომს სხვა ვიღაც დირიჟორობდა უფრო ჩრდილოეთიდან. ახლა ყარაბაღში სომხური მოსახლეობა გახდათ და რომ დავიწყოთ ახლა ისტორიით, ეთნოგრაფიით და ასე შემდეგ ვის რა ეკუთვნოდა და როგორ სომხეთმა თვითონ ვერ შეძლო რომ ყარაბაღი ან დამოუკიდებლად ეცნო თვითონ მაინც ან მიერთებინა. არ გაუკეთებინა ბიჭი არ გადაუდგა ფაქტობრივად არა მარტო ფლობდა ყარაბაღიდან წამოსული სამხედრო პოლიტიკური ელიტა თავად სომხეთსაც მართავდა იგივე. და გარდა ყარაბაღისა ჩვენი ასევე მოწმე მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიებით, სხვა ტერიტორიებით მიერთებული ჰქონდა. მოკლედ ეს ყველაფერი დათმო. სადავარ არაფერი არა აქვს.
ალბათ ჩათვალეს რომ ახლა რადგან რუსეთი უკვე ჩავარდნილი იმპერია ის ვერ შეძლებდა სომხეთისთვის ამის შენარჩუნებას ვერ არ შეძლებდა გარკვეული მიზეზით და ამიტომ ჯობდა თვითონვე დაეთმოთ ეს პრობლემა მოეხსნათ ალბათ თვლიან რომ ჯობია გადავიდნენ იმის მხარეზე ვინც იქნება გამარჯვებული ხო ამ დროს ახლა როგორ განიხილავს რუსეთი კრემლიდან როგორ ჩანს ეს ამბები კრემლიდან ჩანს ესე რომ ნახეთ ყველა ჩვენმა მტერმა ერთად მოიყარა ერთ ქალაქში თავი მათ შორის ზელენსკიც უბრალოდ დიდი სურათების გადალება და ხელის ჩამორთმევებს ჰქონდა ადგილი საკმაოდ ირონიულად და მწარედ იყურება ყოველივე ეს და ჩანს ჩრდილოეთის გადმოსახედიდან ქვეყანა რომელიც მე შევქმენი ქვეყანას რომელსაც მე ვკვებავ ახლა ზურგში მორიელივით კმენს გადადის მოწინააღმდეგეების ხარაზე გეოპოლიტიკური ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ასეთი პატარა ქვეყნებისთვის ძვირად მთავრდება შესაძლებელი გარკვეული მსგავსება დავინახოთ საქართველოს 90-იანი წლების საწყისში კურსა და სომხეთის დღევანდელ კურსს არის რამდენი დაახლოებით 35 წელი მაინც არის სხვაობა და აი 35 წლის მერე იგივე გზას ადგება სომხეთიც იმპერიას ძალა იმხელა მასთან დაპირისპირება შესვლა არ მოგიტანს კარგს ეს ერთი ეხლა ამას ვირწმუნებთ თუ არ ვირწმუნებთ საყარო ცოტა სხვანაირად ყოფილა მოწყობილი და საქართველოს ცოტა სხვანაირი ფუნქცია ჰქონია კაცობრიობაში ერთგვარი პატარა ლაბორატორიის რაც აქ ხდება გარკვეული დროის მერე საკმაოდ ბევრგან შეიძლება იგივე განმეორდეს სამწუხაროდ არ მოხდა საქართველოში კარგი რამ ჩვენ დავადექით იმ გზას რომელმაც ცუდი შედეგები მოგვცა ეს ბოლო კულმინაცია იყო თუ უშუალოდ სამხედრო კონფლიქტებს გავითვალისწინებთ 2008 წლის აგვისტოს ომი თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ ორი ძირძველი ქართული ტერიტორიის დაკარგვის და ჩამოჭრის საკითხები თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ შესაბამის ნაბიჯებით მაგრამ აქ საქართველოს კიდევ ცოტა განსხვავებული მოკლედ საქართველოს მსგავსად დასავლეთისკენ და გვახსოვს რომ მალე რუსეთი მეზობლის მეზობელი იქნება ეს პიროვნება იყო დიდი დიპლომატი საქართველოს მხრიდან ანუ მოკლედ დაიშლება მალე რუსეთის იმპერია რუსეთის ფედერაცია გვაიმედებდნენ დასავლეთში გამოწრთობილი ჩვენი წარმოადგენლები და თავისთავად იგულისხმებოდა რომ დასავლეთი იქნებოდა მსოფლიოს აბსოლუტური ბატონ-პატრონი ამ გზამ რაც მოგვიტანა ვნახეთ შემდეგ ამ გზაზე დადგა უკრაინა და ვხედავთ რა ამბავიც არის ახლა სომხეთის შეუერთა ну მაინც რა არის საქართველო ვერ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე რომ დღეს ჩვენ ვთქვათ რომ მოდი იცი რა მთავარია გამარჯვებულისკენ წავიდეთ ახლა და თანახმავართ რომ დროებით მაინც უარი ვთქვათ დროებით ჭყალებს ჩავსვათ უარი ვთქვათ სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ აფხაზეთზე ანუ ტერიტორიული მთლიანობა ჩავთვალოთ რომ მეორე ხარისხოვანია და უფრო მეტიც უარი რომ განვაცხადოთ ვაღიაროთ ისინი სხვა ქვეყნებად არაქართულ ტერიტორიებად და ასე შევიდეთ ევროკავშირში ამას ვერ ვამბობთ ვერც ერთი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს აი სომხეთში ეს მოხდა განხორციელდა ომით მონაპოვარი რასაც ვიდე რომ თავიანთია და მთელი ისტორიოგრაფიულ მასალებს ალაგებენ ახლა იქ რა არის ყალბი და რა არის სწორი ამას არ ვარჩევთ მაგრამ ამაზე სომხურ მოსახლეობას როგორ ჩანს ეთყობა რა ხდება და როგორ ხდება სოროსის მიერ გამოსდილმა ჯგუფმა და მათ შორის ბატონმა პაშინიანმა ასე ათქმეინა რომ ჯობი ამაზე ვთქვათ უარი და რაც დავრჩებით ეს გადავიდეთ ცივილიზაციაში ხო ცივილიზირებულ ბანაკში სადაც არაა კორუფცია დემოკრატია ყავის პეპლები დაფრინავს ხალხი და ასე შემდეგ აქ საქართველოში ეს ვერ მოხდა ვერ მოხერხდა არავინ არ დადგა იმ ჭკუაზე რომ აი ევროკავშირის და ნატოში გაწევრიანების
სანაცვლოდ მე თანახმოვარ რომ უარი თქვა ამ რეგიონებზე, ამ ტერიტორიებზე, ამ ისტორიულ შიდა ქართლზე და აფხაზეთზე, საიდანაც საქართველოს გაერთიანების საკითხები გადაწყდა და დაიწყო, ამაზე ერთ-ერთი ქართველი ვერ არის თავის დამკვრელი. ამიტომ ჯერ ვერ გვათქმეინეს უარი ამაზე. თორე ხელისუფლება რომ ამ საკითხებზე არ წუხს ვიცით. რა, იმიტომ რომ მაშინ ამ ჩანაწერს არ გააკეთებდა, რა ჩანაწერიც არის შეტანილი კონსტიტუციაში, არ გააკეთებდა, დაიწერდა საკონსტიტუციო უმრავლესობას და შეცვლიდა და ამოიღებდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენ შორის სოლი, განხეთქილების სოლი. რუსეთისთვის მტერი არის ნატოს ბლოკი, ევროკავშირი. ეხლა ზოგიერთი ცდილობს რომ გამოაცალკევოს თითოს ნატოს ბლოკის გასაგებია, რომ ეს ის არის სამხედროა და თითქოს ევროკავშირი კიდევ სხვა რაღაცა. აი ევროკავშირში მოდი გავწევრიანდეთ და ის არაფერი, თითქოს ეს ბულკია. უმკვნეულო და ეს არის ბულკი. არადა სინამდვილეში რა თქმა უნდა, კაცო, ნატოს ბლოკი შეიძლება უფრო რა თქმა უნდა ადრე ჩამოყალიბდე თანამედროვე ევროკავშირი რასაც უყურებ, მაგრამ ევროკავშირში ასახულია წამყან ქვეყნებში რა ძალებიც არის იდუე დიპსტეიტის მორჩილე. და ეს თავისი ეკონომიკით, თავისი ყველაფრით თვალი აქვს დადგმული რუსეთის ციმბირის სიმდიდრეებზე. დაპირისპირების არსი არის ეგ. გარდა იდეოლოგიური და რწმენითი და ასე შემდეგ სახესხვაობისა, რაც ისტორიულ პრობლემებს არ მოქმედა, გარდა მაგისა, უმთავრესი კაპიტალიზმის პირობებში არის ის, რომ აქ არის უზარმაზარი რესურსი. ამიტომ ეს მოიწევს, როგორც მოიწევდა ისტორიულად, არა, მეორე მსოფლიო ომის დროს საითუნდოდა გაერთიანებულ ევროპას, ჰიტლერული დროშის ქვეშ გაერთიანებულ ევროპას. საითუნდოდა გაფართოება აღმოსავლეთისკენ. 20 მილიონზე უნდა დაიყვანა და ვერბალურ დონემდე უნდა დაექვეითებინათ სლავი. რესურსები. ხო. მარტო მონამოსამსახურეთ ჭირდებოდა სლავი, დანარჩენი ჭირდებოდა. ეს ისტორიული რეალობები არ შეცვლილა, იმიტომ რომ კაპიტალიზმი არავის შეუცვლია პირიქით. ხო? და ნუ პირველი მოწინააღმდეგეა. სხვა ვერ არის, ნუ აბა შევხედოთ ბაში სოფლიოს ვისთან აქვს, სოფლიოში ვისთან აქვს, ვიდრე მასთან აქვს დაპირისპირება. და დაპირისპირების ბანაკში გადასვლა არ მისცემს სიკეთეს. ეს ერთი საკითხი. შემდეგ ნუ გარდა იმისა, რომ ეს რუსეთის მოწინააღმდეგე და რუსეთს მოუწევს გარკვეული რეაქციის მიცემა სამხედრო პოლიტიკური ხაზით, ეკონომიკური ხაზით, მოუწევს ამ ბიჭის გადადგმა. ეს ძალიან ძვირი დაუჭდება. სომხეთს გარდა მაგისა, რუსეთის გასვლას ანაცვლებს თურქეთი კავკასიაში. და აქ ახლა როგორი ისტორიული დამოკიდებულება აქვს სომხებს და თურქებს, ესეც ვიცით და რა გენოციდია ჩატარებული, იყო ასეთი 1915 წლისკენ. მოკლედ უზარმაზარი, ძალიან სხვანაირად განწყობილი ტალღის პირობებში აღმოჩნდება სომხეთი დროის განმავლობაში, რაც იქნება მათთვის ძალიან საზიანო. და არც თუ ისე კარგი ამბავი ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი იმით, რომ ჩვენი მეზობლის, ჩვენი პატარა მეზობლის პატარები ვართ მაინც მოცულობით და სიმძლავრით არა, იქ თუ უბედურობა მიაკაკუნებს, ის უბედურობა ხვალ ჩვენთანაც მოაკაკუნებს კარზე. ეს ერთი საკითხია. თუმცა არსებული ფორმაციის პირობებში დიდი მნიშვნელობაც არ აქვს მაინდამაინც ასეთ სწრაფ დაღუპვის გზაზე დადგებოდა თუ არ დადგებოდა სომხეთი. ეს არის სწრაფი დაღუპვისკენ მიმავალი გზა. ასე ვთვლით ჩვენ. ნუ ჩვენ ცოტა გავაჩერეთ და შედარებით ნელი დაღუპვის გზაზე დავდექით. ნელი დაღუპვის გზა რა არის? ყველაფერს ვყიდით, ქალაქები უნდა ავაშენებინოთ, სინგაპურიზაცია, არაბიზაცია, ტრამპ თაუერების მშენებლობა. ტრამპ თაუერები, ნუ ხო, აი ეს არის რა, ეს ამბავია რა, ჩვენთან ეს ამბავია. აი ესეთ და ვეხმაურები ჩვენ სომხეთის მიერ ამ გადადგმულ ნაბიჯს და გვინდა უთხრა ჩვენ სომეხ მეზობლებს, მეგობრებს, ძმებს, რომ
ჩვენ ეგ გავლილი გვაქვს და იქნებ აქეთ შევკით ხო როგორი კმაყოფილები ვართ მაგზის შეპირება ერთია აი მიგიღებთ ესე იქნება ისე იქნება ახლა აღარ მინდა ჩვენც მაინდა-მაინც ვიმეოროთ მაგრამ ევროკავშირის კორიდორში თურქეთი რამის არის გაცივდა და თავი დაანება რამდენი წელი მგონი 40 თუ 50 წელია რაც კარში ჩააბ საქართველოს ამ კარებში რამდენი ხანია გავართ და ფილტვების ანთებაზე გადატანილი ყოველწლიურად იმდენად ძლიერი ორმხრივი ხარი უბერავს ამ კორიდორში დგომით და არ ვიცი ხო ეს არ წარდება ოდიში კახა და მინდა ხაზი გაუსვა რომ თვითონ აი უბრალო სომეხი მოსახლეობა ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან დიდი უმრავლესობა ამისი წინააღმდეგი იქნება თვითონ სომხებზე და ძნელი საქმეა დავით ეხლა იმიტომ რომ მათგან იყო ყოველთვის მქონია ხოლმე მათთან ურთიერთობა ხონდა ხოლმე თვითონ ადრე ვიძახი მე ამას აი ყარაბაღის ომი ახალი ის ჰქონდათ მოგებული მაგათ და აქეთ ჩვენ ვეუბნებოდი ჩვენ ვასწავლიდეთ ვითომ თქვათ რომ რუსეთთან ესეთი დამოკიდებულება არ გაწყობთო ჩვენ ვეუბნებოდით ქართველებს და ეხლაც არის რაღაცეები იყო რა ამას წინათ სანამ ეს სამიტი გაიმართებოდა იქ ხალხიც იყო გამოსული მასობრივი უკმაყოფილებები და ახლა ამას კი არ გვიჩვენებენ ჩვენ ტელევიზორში კი არ მაგრამ ვინ ეკითხება საუბედუროთ აი ეს არის ახლა რა თქმა უნდა აი როგორც ასეთი ეს კი ბატონო ახლა მივადექით იმ საკითხს უკვე მეორე საკითხად შემოვიტანეთ 9 მაისის საკითხი აღარ ვიცით ქართველებმა ერთმანეთს მიულოცოთ, არ მიულოცოთ, ვიგლოთ თუ რასე დაბნეულობაში ვართ ქართველები ჩაყენებული. კარგა ხანია ეს იყო თუ არა სამამულო ომი თუ ხო აი ბევრი ის არის რა მრავალ დაბნეულობაში ვართ ჩვენ თვითონაც ქვეყანა რომელსაც 750.000-მდე გაწევა მოხდა მთელი ამ წლების განმავლობაში და 450.000-მდე ადამიანი ჩვენი მამა, პაპა იქ დაიღუპა, დასახიჩრდა, ესე იგი ასეთი პროცენტულად ამხელა მაჩვენებელი სოფლის რამოდენიმე ბელორუსი თუ და კიდე ხო ეს არ მიდიოდა ჩვენ ტერიტორიაზე და ამხელა მსხვერპლი გვაქვს გაღებული და რისთვის და ვისთვის ვინ გამოვიდა ბოლოს გამარჯვებული რა არის და ეს კითხვები ტრიალებს დიდი გახილის საკითხი ჩვენ დიდი ხანია უკვე რაც ამას გავემიჯნეთ საწყისებშივე დამოუკიდებლობის პირველივე დღეებშივე დამოუკიდებლობის იღების ამდაც მიმართულებით სულისკენ მაშინე დაისვა საკითხი რომ ვისთვის ვომობდით ვინ გაიმარჯვა რამ გაიმარჯვა ფაქტია რომ იყო ფაშიზმი ნაციზმი რასობრივი უპირატესობის ქადაგება და რასობრივი უპირატესობით მართვა იმპერიის რამდენად საშინელი იქნებოდა იმპერიის დანარჩენი შემადგენლობებისათვის იმიტომ რომ არ მომხდარიყო გამარჯვება და შექმნილი იყო მართლაც ეს გერმანული იმპერია რა მესამე რაიხი რასაც უწოდებთ სადაც რა თქმა უნდა საქართველოც აღმოჩნდებოდა არ ამგონია რომ ჩვენთვის ჯილდო ჩამოეკიდათ და არ ამგონია რომ იქ ცხოვრება ყოფილიყო საამური იმ დანარჩენი ხალხებისთვის რომლებიც არა გერმანელები არა ანგლოსაქსები მეორე საფეხურში ესე იგი დაბალი რასის წარმოადგენლები იყო რომლებიცაც განკუთვნილი იყო მაღალი რასისადმი მსახურება ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში რომელიც იდეოლოგიურად აგებული იყო თანასწორობაზე მშრომელი ადამიანების სოლიდარობაზე ყოველგვარი რასის, კანის და ასე შემდეგ სხვაობის გარეშე ამაზე იყო აგებული და მიუხედავად ამისა აქ მაინც იყო ჭარბათრუს და რუსული იმპერიალისტური მომენტი მაინც იყო და ერთ-ერთი საწუხარი ეგ იყო რომ გარუსევის პოლიტიკა და ენის საკითხები და ომი უწევდათ მშვიდობიანი ფორმით რა თქმა უნდა წინააღმდეგობის გაწევა უწევდათ ჩვენ ხალხს ჩვენს ინტელიგენციას არა რომ ქართული ენა ქართული დანარჩუნებულიყო და განვითარებულიყო და სხვათა შორის
განვითარებით ძალიან მაღალ არნახულ საფეხურზე აყვანა მოხერხდა იმ საბჭოთა კავშირში. მაგრამ მიუხედავად ამ იდეოლოგიის სრულიად აბსოლუტურად განსხვავებისა და თანაბრობისა პრობლემები იყო და როგორი პრობლემა გვექნებოდა ისეთ იმპერიის შემადგენლობაში, სადაც რასიზმი კანონიზირებული უმაღლეს დონეზე და მისი სტრუქტურა აგებული იქნებოდა მაგაზე. როგორც მინიმუმი მართლმადიდებლობას ვერ შევინარჩუნებთ. რომელი მართლმადიდებლობაზეა, აბა ფიზიკურ არსებობაზეა ლაპარაკი, მაინდამაინც ახლა ფართო მასებს არ უგეუბნებოდა, რომ ებრაელები და სხვა დატყვევებული სლავები და სხვები მიყვავს და წვავთ და ხოცავთ საკონცენტრაციო ბანაკებში, მაგრამ ვიწრო წრემ ეს ძალიან კარგად იცოდა, რომ კეთდებოდა და მიმდინარეობდა. მაინდამაინც ახლა ამის აფიშირება არ უნდათ, იმიტომ რომ მსოფლიო საზოგადოებას მაინც უწევდა ანგარიშს ჰიტლერული ხელისუფლება. მაგრამ ეს ფაქტი იყო, ეს პრაქტიკა იყო. პირდაპირ წყვეტდნენ სოციალ-დარვინიზმით, რომ ახლა ჩვენ ვართ თავში მოსულ და ჩვენ უნდა დავანორმოთ, ვინ რამდენი უნდა იყოს, ვინ უნდა მოსპოთ და ასე შემდეგ. აქ მასებზე, აქ ხალხზე ლაპარაკი. ეს უნდა დამარცხებულიყო. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირმა, საბჭოთა ხალხმა, ფიზიკურად რა თქმა უნდა რუსებმა, მაგრამ სწორედ აღუნიშნათ, რომ ამ ხელა ომს მთავარსარდალი არ ყავდა. ჩვენ ჯერ კიდევ დასავლეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნად ვიტვლებით. პოლიტიკურად, იდეოლოგიურად ჩვენი ტვინი და ესე ოკუპირებულია, მაინც იმათზე ვართ გამო, იმათ როგორც გითხრეს, ისევ ლაპარაკობთ. სული აგვაგებინეს და საკუთარი ფესვების მოჭრა დაგვაწყებინეს. რა ეხლა არ გვინდა ამ თემაზე იცის ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ძალიან ბევრი საკითხი და ამ თვალსაზრისითაც კი ჩვენვე დავუწყეთ ჩვენ თავს მოჭრა. ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს ქვეყანა, რომელიც იბრძვის თავისი ადგილის დასამკვიდრებლად, მე რუსეთზე ლაპარაკი, რომელმაც ყველაზე მეტი მიიღო ამ გამარჯვებით. მიიღო მსოფლიოს ნახევარის კონტროლი. მიიღო იდეოლოგიური მეწინააღმდეგობა. რომ ეს ქვეყანა გახდა საბჭოთა კავშირიდან, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო მაინც 90% საბჭოთა კავშირი რა. განმათავისუფლების დროშა მიიღო. ჩაგრული ხალხის მფარველის დროშა მიიღო. ამაზე მაღალი რანგი არ არსებობდა მსოფლიოში. არც ეხლა არსებობს. იქით იყო კაპიტალისტური დამარცხებული ფაშისტური გაერთიანებული ევროპა, ფაშისტური დროშის ქვეშ გაერთიანებული ევროპა. კი. დარჩენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და კაპიტალისტური სამყარო. ინგლისის კოლონიალიზმი და საფრანგეთისა. ეს ჩამოიშალა ამ ომის მერე. მიიღო ატომური ბომბი, მართლაც ყავის რუსეთი, საკმაოდ ჩამორჩენილი, პირველი მსოფლიო ომით და სამოქალაქო ომით განადგურებული, მოწინა ამდენი არასოდეს არ მივიღე ამ ხელა სიმაღლეზე არასოდეს არასურვებ. და რაშია საქმე? რამდენი ხანია რუსეთი, როცა დამოუკიდებელი გახდა და საბჭოთა კავშირის ტვირთი თუ ახლა ბევრი მისტირის იმ საბჭოთა კავშირს. ეს ჩამოიცილა თუ ჩამოაცილეს, როგორც არის და მთავარსარდლის ხსენება არსად არ არის. გენერლებზე აქვს ლაპარაკი, ჟუკოვი და მთელი ხალხზე, ვინც ამაში დიდი წვლილი გაიღო და ერთადერთ პიროვნებას არსად არ ახსენებენ პრინციპულად. რაშია საქმე? რატომ გაურბიან? რატომ გაურბიან? როგორც ეშმაკი ჯვარს გაურბის, ასევე გაურბიან სტალინის ხსენებას. იმიტომ რომ არასწორად გზაზე დგა რუსეთი. უსამართლოდ არ უნდა მოეყო. ეს არის პიროვნება, რომელმაც იმ სიმაღლეზე აიყვანა რუსეთი. სწორედ იმ გამარჯვებით მიღებული ძალმოსილებით დგას დღეს ფეხში. ინერციით მოგაგზავნეს. ის ინერცია შველის, ისევ ანგრიეს, შალეს, მაგრამ მაინც თურმე იმდენი სიმძლავრე დარჩენია ჭურვების და სამხედრო ამუნიციის წარმოებაში, ბევრად უსწრებს ამ უზარმაზარ უშველებელ დასავლეთს. არა და რუსეთის იმპერია ყოველთვის ეყრდნობოდა სამხედრო ძლიერებას. ეს არ ეყრდნობოდა ეკონომიკას ან და მაინდამაინც ტექნოლოგიებს.
და იმ სამხედრო საქმეში რამხელა ძლიერება შეუქმნია აი კაცს. ამას არ ახსენებ. და საერთოდ ისმის კიდე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მთელ მსოფლიოს მასშტაბით. დავამარცხეთ კი ფაშიზმი? თუ ამან სახე იცვალა. და რა არის ფაშიზმის საფუძველი გარდა იმ იდეოლოგიური, რელიგიური, დამახინჯებული ღვთაებრივის ზღვარი, ღვთაებრივის დამახინჯებული ფორმა, რა რელიგიურიც არ მინდა უწოდო თლად, მაგრამ ნუ რაღაც ალბათ მანამ ეხლა რაიმე ტერმინს ჩამოვაყალიბებთ და ავაგერებ. ალბათ ერთმანეთს მიუხვდებით რას გულისხმობ. იმიტომ რომ ფაშიზმშიც, ნაციზმშიც რელიგიურ დონეზე იყო ის გაგებული, რომ ესე იგი ეს არის წმინდა სისხლის არიული ეს უნდა იყოს. ეს ბუნებისგან დადგენილი რა არის იერარქი, რომელსაც უნდა ემსახუროს და ესია. შევხედოთ ცხოველთა სამყაროს, არიან ტაცებლები, არიან მოსატაცებელი საჭმელები და არის ბალახია რა, ასევე მოხდა კლასიფიცირება ადამიანთა მსოფლიო საზოგადოებრიობის და ეს იქიდან მოდის, ეზოთერიული სიბრძნეები და იმით დაიხუნძლა და ანანერბე და მთელი ამბები და ასე შემდეგ. ხო. ეს გახდა კლასიკური საფუძველი ფაშისტური ცნობიერების. და ეს დავძლიეთ მართლა. ეხლა უფრო უარესი. თუ სამწუხაროდ სამწუხაროდ ის რაც რამაც ფორმა იცვალა, დიახ, ფერი იცვალა. და არა მარტო ფაშიზმი კიდე და ნაციზმი უბრალოდ უმაღლესი ფორმა, ხო? დღეს გვიდგა კაცობრიობას ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა. კაცებრიული შინაარსის მაინც. აი ყველაზე მეტად ეხლა მოიყარა თავი იმ ყველა მანკიერებამ და ნაკლოვანებებმა, რაც ისტორიულად მოგდეს თელ კაცობრიობას. ოსმანერებთან შეფუთული ეს ფაშიზმი. ოღონდ იმ ფაშიზმის დამარცხება მოხერხდა მსოფლიო ომის წარმოებით. იმიტომ როცა კრიზისი იქმნება, ფარდობითად დადებითი იყო აქეთა მხარე, ასე წარმოადგენდით, ის მეტად გამოკვეთილი უარყოფით როლში ჩაჯდა და გერმანული ფაშიზმი, ნაციზმი და მოხდა მსოფლიო ომის წარმოებით მისი დამარცხება. 60-80 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა და ასახელებენ ბოლოს 27 მილიონს საბჭოთა მხარემ გაიყო უზარმაზარი, აუწერელი რაოდენობის მსხვერპლი, ხო? ახლა თანამედროვეობის ფაშიზმი, რაც გამოიხატება ტრამპიზმში, რაც გამოიხატება სიონიზმში, ნეოლიბერალიზმში, რაც გამოიხატება სიონიზმში, დიახ, ეპშტეინის კადრებით მსოფლიოს მმართველობაში, სადაც მიზნათაა დასახული, რომ ერთი ბატონობდეს და მილიარდზე უნდა დაიყვანოს. აქაც იგივეა. ბევრია ხალხი და უნდა 7 მილიარდი ეკოლოგიზმით, იმით, ამით, აგერ ახლა ახალ პანდემიის მომზადებას გვიპირებენ, უკვე ლაპარაკობენ გემზე რაღაც გაჩნდა თურმე. ნახევარწყვეტს და ასე შემდეგ, არა? ესე იგი ეს ფაშიზმი ფორმა შეცვლილი ახლა გვადგა და როგორ შეიძლება ამის დამარცხება? შესაძლებელია ფრონტალური ხაზის ომით, როგორც მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა, ამით დავამარცხოთ. ხეცის ძლევა, ზოგადად ხეცის ძლევა, რაც ჩვენშია ჩამოტებული და სოფლიოში, ამის ფრონტალური ხაზით დამარცხება შეუძლებელია. სრული აბსურდია. შეუძლებელი. რატოა შეუძლებელი? მოკლა შეუძლებელი, ვერ მოკლა. ეს ახალმა სიტყვამ, ახალმა ცნობიერებამ მოგვცა მისი გააზრების საშუალება, ცნობიერება მოგვცა, მოცემულია საქართველოში. გასულია, ახსნილია, განმარტებულია. ძალიან მარტივად რომ გავიგოთ, რატოა შეუძლებელი, იმიტომ რომ მასობრივი მოსპობის იერარქია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ძერჟავა შეერთებული შტატები. ევროპა, ევროგაერთიანებას, საფრანგეთის თავადობით სერიოზული ბირთვული არსენალია. წყალქვეშა ნავებზე. რა თქმა უნდა, ახლოც ვერ მოვა რუსეთის ბირთვულობასთან, მაგრამ კოლოსალური ზიანის მოტანა შეუძლია. თვითონვე ამობენ რუსის სამხედრო პირველივე დარტყმაზე საფრანგეთს შეუძლია დაახლოებით 40 მილიონამდე ადამიანის ჩვენი მოქალაქის ლიკვიდაცია. დიდი ქალაქების
ჩათვლით რა თქმა უნდა საცერეს ხალხი რუსეთის და რაღაც არჩება რუსეთისგან რაღა დარჩება რუსეთს გარდა იმისა რომ პროკასკელი დააჭიროს შახტებში და წყალქვეშინებში რაც აქვს გააქროს ევროპა თუ ეს დაჯახება წავა და ამ დაჯახებისკენ მიდის ევროპა იმიტომ რომ გერმანია იარაღს ისხავს ხო უყურებთ რა ხელმოერთ ასე იგი თუ კი რამე ადრე ომი რაც გვიწარმოებია და ჩვენ მამაპაპას რაში ცისხლი დაუღრია და შეცვლილა გარკვეული ვითარება და შედარებით ჰუმანური გახდა მსოფლიო დღეს ყველაფერი უკუღმა იწყებს ტრია ისტორია მიორდება ხო და ამ უზარმაზარ დაპირისპირებაში ატომური ძერჟავებია ჩართული გასაგებია ამერიკა გასაგებია ევროპა ისრაელი აქვეა ჩართული ჩინეთი და რა მართლდება მართლდება ის სიტყვა რაც საქართველოშია მოსული და რაც საქართველოშია გაცხადებული რის გაცხადებასაც ემსახურებოდა რა თვირთიც ატარა ბატონმა აკაკი ეს გზა დაღუპვისა და გადარჩენა რაზე გადის გადარჩენა გადის ბოროტების გზის დაგდებაში ახლა ბოროტების გზის დაგდება რელიგიურად არ უნდა იქნას გაგებული იმიტომ რომ რელიგიურად წინაც აღნიშნეთ რომ რელიგიურად თუ გაიგებ რა ვქნა გავიქცე და კვერცხებით იქნად შევღებო ვერ გავიგებ პოლიტიკურად ხდება ან ფორმაციაა შესაძლებელი წყობაა შესაძლებელი და ბოროტების გზის დაგდებაში ამას გვითვლის ის ეს ამბისი და მაშინ ჩვენი ეს დაღუპვის ბედისწერა აღმოჩნდება რომ შეიძლება ჯერ გადარჩენის და შემდეგ გაბწნილების გზით სვლაში ხო მაგრამ აი უყურეთ რადგან ეს ჩვენ ვერ დავიწყეთ ქართველებმა ამიტომ მაინც მაგალითად გადის ქვეყნიდან ის რაც ცუდი იყო ხოსოროთ ეგ თქვით ჩვენ 30 წლის წინ გავიარეთ რასაც ახლა სომხეთი იწყებს ხო ცოტა სხვა ფორმით რაც უკრაინამ დაიწყო არ რაგზაზეთ შუა აზიაც დგება კი ბატონო ეს ნახალში ესია რომ რუსეთის ირგვლივ ეს პატარ-პატარა ქვეყნები ცეცხლად უნდა შემოერთოს გარეშემო რომ ის ჩააგდო და რაც ნობა გვაქვს მიღებული რაც მეტად მოაქცევენ მას ალყაში შეძლებული გახდება ის რადიკალური მაგით დამთავრდება ყველაფერი რა ვიცი რა მიულოცოთ ახლა ამ სოფლებს ან შუა აზიელებს უკრაინელებს საღა უკრაინელი უსასტიკესი დიქტატურა ეს კლოუნსახიობი რო დარბის წინ და უკან არ მეინებენ უსასტიკესი დიქტატურა და უკრაინელი როგორც აი პატარა ნაფოტი დიდი ცეცხლისთვის ის იავლებ ეხება და ისე უკეთებენ ის აინტერესებს უკრაინას ხო მიათრე ხო და რა მიულოცოთ ერთმანეთს როგორ მივექანებით დაუპისკენ ესა ხო აბა ის დადებითი ნაბიჯი გადაგვედგა ახლა სხვა იმპულსი გავიდოდა და უკეთესად წაგვადგებოდა ჩვენს სხვებსაც. ნუ რა არის ახლა აქ? გავიმარჯვეთ, უნდა ვიზეიმოთ, დიახ უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ არ გაგვიმარჯვია. როცა პალესტინელების გენოციდი მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და ამას მხარს უჭერს მსოფლიო დემოკრატიის ყოფილი მამა მარჩენარი ამერიკის შეერთებული შტატები. აი ვიზეც ლოცულობდით, აი იქ რო არის და ისინი რო არიან. იდავი მხარს უჭერს არსებული ადმინისტრაცია. ასევე ევროპის სამყარო ქვეყნებიც აი ესეთი ნერთბილი პოზიციით ფაქტიურად შემწყნარებულად უყურებენ ამ ამბებს. გენოციდს. როდესაც მიმდინარეობს ერთდროულად რელიგიური ომი მოშიახის დასასმელად და ვიცით ახლა როგორი წარმოდგენებია ქრისტიან სიონისტებს და სიონისტებს შორის. სხვათა შორის ებრაელ სიონისტებზე უფრო აგრესიული არიან ეგრეთ წოდებული ქრისტიან სიონისტი სექტები, პროტესტანტი სექტები, ამერიკის შეერთებული შტატების ქრისტიანულ თემს რაც წარმოადგენს, ძირითად თემს რაც წარმოადგენს. და რას გულისხმობენ? აი ყველა იქ უნდა მოიკრიბოს, ყველა მორწმუნე ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელი უნდა გახდეს დიდი დაწყებული ნილოსიდან ეფრატამდე დამთავრებული. უნდა ადგეს მესამე ტაძარი და აი იქ მოვა მესია და ყველაფერს ეშველება. ანუ მოშიახი, ანუ
ქრისტიანული გაგებით ანტიქრისტეს რო დაესვავენ და ქრისტიანობასთან დაკავშირია ეს საერთოდ. ხო, ნუ ეს არის სექტურად გაგებული. საქმე იმაშია, რომ ამ დროში უნდა აღმოჩენილიყავი და აღმოჩნდით კიდევაც. აღარ დავიწყებთ ამის განხილვას, ძალიან შორს წაგვიყვანს. და მაშინ მესამე საკითხს შევეხებით ახლა ერთ-ერთმა ტელე პირველმა რომ გამოვიყენა რომ ეპატიჟებიან მოკლედ რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აბიტურიენტებს რუსეთის ქალაქებში ლაბარაკია მოსკოვზე ეკატერინბურგი სამარა ნალჩიკის სხვათა შორის ჩრდილო კავკასიაში და ციმბირის ქალაქებზეა საუბარი. კი ბატონო, მაშინ უფას პატიოთ ყველაფერი. დიახ. სწავლა რუსეთის ხელისუფლება იღებს ამას თავის თავზე, საცხოვრებელი საერთოდ და უფრო მეტიც საუბარია წარჩინებულ სტუდენტებზე, კი არა, ჩვეულებრივ რა, აი დამაკმაყოფილებლად ვინც ისწავლის რა სამებზე, ასე ვთქვათ, ჩვენი დროის ჩვენი იმის გაგებით რა, სტიპენდია. და რუსული უნდა იცოდეს შეკითხვა მიდის ასეთი. რუსული რო არ იცოდეს და რაღაც აბიტურიენტმა პრობლემა არ არის თვითონ ეგ საუბრობს რა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. არანაირი რუსულის ცოდნა არ არის საჭირო. იქ რო ჩამოვა დროთა განმავლობაში ისწავლის რუსულს. ვითარებით სარგებლობს, მოკლედ მოვჭრი. პატრონო ეკლესიას ეშმაკები პატრონებიან. ტაძარია საქართველოს, რომელსაც პატრონი არ ყავს, უბრალოდ ანტიპატრონი ყავს. კარგახანეს ანტიპატრონი აქ არის, ეს არის სისტემა, ეს არის ფორმაციის არის. ნუ თავისებური განათლების მატარებელი პოლიტიკური ეშელონებით, ვინც და რაც მართავს და რა ხდება. ჯერ გადაკურლები ვიყავთ გრანტის სისტემით, სოროსის ფონდით და რამე ხდებოდა გონების და ტვინის გადინება. ეს არის კაპიტალისტური სისტემის პირობებში ერთ-ერთ საუკეთესო ნედლეულზე ნადირობის და მოპოვების სარეწაო კარგი პოლიტიკა. ქვანახშირი თუ გაიტანეს და მარგანეცი გაიტანეს, კიდე ჭკვიანი ადამიანი მაინც უნდა დაგჭეს, მაგრამ ჭკვიანი სწავლული ხალხის გარეთ დაყვანა. აი ასეთ გაყვანილი და მიერთებული და მიწებებული ხალხით სხვა ადგილებში ომის გაჩაღება და იქ ამერიკაში სიმშვიდეა და ასე მოხდა აღზევება ტექნოლოგიურად და ასე შემდეგ რო გავაგრძელო, ეს დამღუპელი პროექტი და პოლიტიკა გრძელდება დაუნდობლად და მთელი ჩვენი თუ კი რამე გქონდა, ჩვენ თვითონვე მივარბეინებდით, იქით ვიხდიდით, რომ ოღონდ ჰარვარდში თუ მოხვდით, ესე იგი ზეცაში ასულხარკები გაგარეულები ვარ. ესე იგი აქ არაფერი ისეთი არ ხდება, ჩვენ უპატრონო ეკლესიას და ტაძარს დიდი ხანია რაც ეშმაკები მართავდნენ და ვეზიდებოდ. ეხლა ტევე პირველს რა მააღელვა ტევე პირველი. ტევე პირველი არის აწყობილი ანტირუსი. იქ ერთი უჯრედია ტვინში, ეს არის ანტირუსი. სხვა მხარებს სუროშთან დგა საქაურობა. ტაშ დაუკრავს და ხმას არ ამეგოს, მაგრამ თავარია რუსეთი არის. მაგრამ რუსეთიც რა თქმა უნდა სარგებლობს, იმიტომ რომ რუსეთიც ასეთივე ტკბილი საკვები იყო დასავლეთის კაპიტალისტური მწვერვალისთვის. ახლა ხედავს რომ უზარმაზარი რესურსი დაეკა ომში გაუწყდა და უწყდება და იქაა გაწოვილი და სასწრაფო წესით გადაუწყვეტია რომ თუ კი ხა ტაძარს ეშვაგები ეპატრონებიან იქნებ ცოტაოდენი მეც რამე ვიურგუნო საქართველოს გონებრივი პოტენციალიდან. იმიტომ რომ ყოველთვის ჯარი იყო თუ რა პოლიტიკა იყო თუ ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ამ მართლმადიდებლური იმპერიის რიგებში არ მოყვები ისტორიაზე. ამიტომ დიდად რო წიოყობენ, ხომ ეს არის უკვე როგორ 90%-ზე ხმას არ იღებ, აი უბედურობის 90%-ზე რა მთელი 10 წლეულები გრძელდება. აი 10% რაც დაიწყოს 10%-იანი გაუბედურებისა, რაც ეხლა უცებ გადაუწყვეტია რუსეთს. ამაზე ხმა ამოიღე. იმაზე ჩუმად იქ. გვეშველება ასე? ამ პოლიტიკით გვეშველება რა? არ გვეშველება. რა რაშია საქმე? რატომ მაინც ეხლა? ნუ სხვადასხვა მიზეზები, მაგრამ ერთ-ერთი რა არის? ჩვენ ვიცით რომ ატარებენ რეფორმას, არა? განათლების რეფორმა. შეგვიდა რომ განათლებული სერად უნდა გადაგვაქცევენ. განათლება მოსპობილია. არ გავაგრძელებ სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, ოღონდ ძალიან ჩუმად არის ჩვენი განათლებული ხალხი ამ თემის მიმართულებით. არ შეიძლება ხელფასზე ვიყიდებოდეთ.
არ შეიძლება ვიყოთ ესე თვალდაბრმავებული, ხურდახშობილი და დახშობილი საგანგებოდ ვიცით რომ განათლება ლიკვიდირებულია საქართველოში. ახლა დიპლომების გაცემის შეზღუდვა მოხდება. ფასიანზე გადავა შეიზღუდება, ვიცით არა, შეზღუდვის შემოვიდა. საქართველოში დიპლომზე და განათლებაზე მოთხოვნა მაღალია. ამ მოთხოვნის შევსებას ძალიან იოლად გვთავაზობს რუსეთი. აქედან იქ გაიყვანს, ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი რომ კადრი ჭირდება და კადრების შიმშილება, ეს ერთი. მეორე ჩვენ რუსეთთან 700.000 მეტი ქართველია იქ, 200 წლიანი ისტორიიდან გამომდინარე. მაგრამ რკინის ფარდა გვაქვს აფარებული. ჩვენ ასეთ პოლიტიკაზე ვართ მოწყობილი, რომ თუ გავიხედავთ თუ ჩრდილოეთისკენ, მხოლოდ იმიტომ რომ იქ გადავაფრთხოთ, მაპატიეთ ამ სიტყვაზე. მეტი არაფერი. ჩვენ რა ვიყოთ ანტირუსები. ჩვენ გძულდეს უნდა ძაგძაგებდეთ. რუსს ვახსენებენ, ჩვენ ავათ უნდა ვხდებოდეთ. რა, ასე ჭირდება დასავლეთს, აბა ხანძარი როგორ დაუტრიალოს. ეს ისტერიკაა ახალი. ანუ ისტერიული ხალხად უნდა ჩამოყალიბდეს. არა? ამიტომ ახლა რაღაცნაირად იქ რო წაიყვანს და აჩვენებს რომ ეს ასე არ არის. ერთგვარად თავის თავსაც გააცნობს, ხო? კი. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათთვის კარგია. მათთვის კარგია. მაგრამ ამიერკავკასიაში მათი პოლიტიკის მარცხს ეს ვერ უშველის. ეს ვერ უშველის და ამიერკავკასიაში მათი პოლიტიკის მარცხი ამ ფორმით რა ფორმასაც ეს იგებს. გაცილებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე უკრაინაში მიმდინარე ამბები. თუმცა ჯერ უკრაინაშიც არაა დამთავრებული არაფერი. ჯერ სამწუხაროდ. ასე რომ ნუ რა ვიცი, აბა წავლენ და უკან არ დაბრუნდებიან. დაბრუნდება ცოტა. სხვათა შორის წასულებიც არის. აი ევროპაში როგორც მიდიან, მიყავთ და იქიდან ცოტაღა გვიბრუნდება, განაცხლებული და თანამედროვეობის ცოდნის მომტანი აქ ცოტა მოდის და ან სად უნდა მოვიდეს, რა გვაქვს აქ, სად უნდა დაასაქმო. რა? იგივე იქნება იქ. იგივე იქნება იქ. ახლა ჩატეხილი ხიდების აღდგენას ცოტა სხვა მეთოდები ჭირდება და არა ტვინების გაწოვა. იცი რა? აი სწორე რა არის და ჭეშმარიტი რა არის. ის დრო მოვიდა, რომ რუსეთში რუსმა უნდა მართოს. აუცილებლად. და საქართველოში ქართველმა და საფრანგეთში ფრანგმა და სომხეთში სომეხმა. ამიტომ ის განათლებული სომეხს თავის ქვეყანაში ჭირდება, ფრანგს თავის ქვეყანაში და ეს დრო მოვიდა. ეს არის ახალი დროის მოთხოვნა. ესე იგი ახალი დროის მოთხოვნა, ის კი არა შენ გაიწოვო და იქ უფასო იმით დაახარბო და ფული იქით დაახარჯო და გონება მომტაცო. არ წაადგება. სწორად ასეთი მიდგომა არ უშველს შორეულ პერსპექტივაში რუსეთს და დაკარგული ახლა თუ უნდა რომ იბაძოს დასავლეთს, რაც დასავლეთმა გაგვიკეთა არა მარტო ჩვენ გაუკეთა პოსტსაბჭოთა სივრცეს მთელ დანარჩენ მსოფლიოს, მანამ აღმოსავლეთი გამოფხიზლდებოდა. ხო, ეს დროში დაგვიანებული ნავი, ეს არ უშველს. დროში დაგვიანებული ნაბიჯებია. ახალ ვარსკვლავს თუ არ დავყევით, ძველი ვარსკვლავის დრო ჩაქრა. აი საგვაქვს ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით სათქმელი გამიგზელდა სიტყვა. ალბათ დროც უკვე საკმაოდ უკვე შეიძლება დამთავრებისკენ წავიდეთ და კი, რა გვერდის ახლა ართებენ. მიესალმებით ჩვენს მენელს მაყურებელს. მე მინდა დღევანდელ თემას შევეხო რამოდენიმე სიტყვით, თემებს რასაც მოგვიწია საუბარი და გვიწევს და წინა ჩანაწერებშიც ვახსენებთ, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მსმენელს ვესაუბროთ აი მოვლენის ჭრილიდან დავანახოთ ის აღნიშნული პროცესი უთხრა ჩვენი საქმე. ნუ დღევანდელობა რა ხდება ახლა? სოფლიო ხალხები დღეს იმ მომაკვდინებელი ლიბერალური კოსმოპოლიტური ერთმართველობის ორიდან დახსნას ცდილობენ და მრავალპოლუსიანი სოფლიო შექმნის პროცესის მიუყოფებით. და ეს პროცესი ამის წინაპირობები არსებობს თუ გადახედავთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ მოგეხსენებათ ეს პროცესი საკმაოდ რთული და მეტად სახიფათო არის, იმიტომ რომ ის სოფლიო მმართველები
ყველანაირად ცდილობენ და ხელმძღვანელი პრინციპით, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს კიდე მთლიანი კაცობრიობისთვის მეტად სამდაღუპველია. თუ ხედავთ სოფლიოში მივიდიან მოვლენებს, აღლაპარაკო ირანთან ომი ეს ახლო აღმოსავლეთში და აღლაპარაკო აგერ უკრაინაში აგერ 4 წელია მიმდინარეობს ეს საბრძოლო მოქმედებები. ანუ უახლოესი მომავალი რაც ვიქად ეს მეტად არაპროგნოზირებადია. ეს არის იმ დროის მოთხოვნა, რა დროშიც გვიწევს ჩვენ მოღვაწეობა, არსებობა, ანუ ჟამის პირობებში ვიყო იმ კაცი რეალობა. ანუ დრო იმდენად აჩქარებულია, იმდენად ცვალებადია, რომ რაღაც არაპროგნოზირებადია და ჩვენ რა ვთქვათ, შედარებით ვიხრებით ან იქით, ან აქეთ მხარეს. როგორც დიდ ქარში ლერწმის ღერო. და რა გასაგები ამ დროს ახლა ჩვენ რატო საუბრობთ, რომ ახსნათ ეს ყველაფერი. დღეს დედამიწაზე, მთელი დედამიწა აზროვნებს და ცხოვრობს ბოროტი ცხოვრების წესზე, რაც ეს აღნიშნეთ, ყოველთვის აღნიშნათ. და მათ შორის ვერ იქნება ჩვენს გამონაკლისი. და ამიტომ თავისი ეს მართვის სისტემებით, ძველი მართვის და პოლუსცენტრებით. და გადარჩენ თუ გვინდა ჩვენ სულადად ეს ბოროტების გზა, წესწყობილება, ფორმაცია, კაპიტალიზმი ახლით შეასრულებელი. და დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანაში რაც ხდება, ანუ ჩვენი ხელისუფლების ხრიან გადადგმულის, ანუ ომში არ ჩარევის გულისხმობ უკრაინასთან ეს პროცესებში არ ჩარევით. თუ ასე ვთქვათ, ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილობრივ გამიჯვნით. ამ კუთხით საქართველოს ვერ გადარჩება, რადგან მხოლოდ სატრანზიტო დერეფნობა და აი ეს აღებული კურსსაც ვახსენებთ ხშირად სინგაპურიზაციის, არაბიზაციის ეს კურსი რაც ეს გვაქვს, არანაკლებ ბოროტების და დაღუპვის გზა, რაც საბოლოო ანგარიშით ქართველების არსებობას სულ მალე მოუღებს ბოროტის მშვიდობიან. რასაკვირველი. აი ამ დროს უნდა დაგვავიწყდეს ის შეხსენება, ის გაფრთხილება ჭეშმარიტად იმ საზრო კაცის ნუგეჟისების ბატონი გაკი ჯოჯაძის მიერ, რომ კაცობრიობა დიდი ტანჯვა წამების მიუხედავად რომს გადარჩეს და გამონახოს რაღაც გამოსავალი, ჩვენ ქართულ და ქართველი ერი ამ სიტყვის მოთხოვნების პრინციპების შეუსრულებით მოვლენის აღიარების გარეშე და უფრო ზუსტად და კონკრეტულად ვთქვათ, ფორმაციის შესრულების გარეშე მაინც ვერ გადავრჩებით და მოგვიწევს იმ ბოროტი მევენახეების ბედის გაზიარება. შედეგები გასაგები უნდა იყოს. სწორედ ამ კუთხით ჩვენ ეროვნული თარგმნობის დარბაზი მზად ვარ და ამას უკვე ვაკეთებთ კიდეც ყველა კეთილმეზობლურ, კეთილგონივრულ მოაზროვნე ხალხთან თუ ძალებთან დიალოგის რეჟიმს ვაწარმოებთ, რომ ქართულობამ ეს საკითხები გადავწყვეტოთ მშვიდობიანად. და ამ კუთხით გვაქვს დასაფიქრებლი ქართულობას გვეყოფა ილუზიებში ყოფნა. აი ეს მინდოდა მე თქვა მე ძალიან მოკლედ ჩვენი მსმენელებისთვის დღევანდელ დღეს. სწორედ ამ პათოსით ალბათ დავამთავრებთ ჩვენს დღევანდელ ჩანაწერს და ვისურვებთ იმას, რომ სამომავლოდ უფრო მეტი დადებითი და საიმედო სათქმელი საფუძველი ქონოდეს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს და სრულიად ქართველ ერს. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის მოვალ შეხვედრას.